მოდი ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიაზე ბრძოლაზე ვისაუბროთ. რას ფიქრობ იმ ჩხუბზე? მე მეგონა ილია უბრალოდ გადაუვლიდა. თუ გადავხედავთ ჯასტინ გეიჯის წარსულ ბრძოლებს, ის ზიანდება ხოლმე, ბარბაცებს, რამდენჯერმე გათიშეს კიდეც. ილია სწორედ ამას აკეთებს. ვიცი რომ თქვენ ორს გარკვეული უთანხმოება გქონდათ წარსულში. რას ფიქრობ ჯასტინ გეიჯის პერფორმანსზე ილიას წინააღმდეგ? სიმართლე გითხრა წინასწარ გამოვიცანი. მართლა? თქვი რომ ჩემი აზრით ჯასტინი მოიგებდა. და მგონი ბევრს ეგონა რომ ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობდი, რომ მან მე მომიგო. ხომ ხვდები? სიმართლე რომ თქვა, შეიძლება ამანაც ითამაშა თავისი როლი. ის ფაქტი რომ ილია მეზიზღება, ხოლო ჯასტინმა მომიგო და თან მომწონს, შეიძლება ამანაც მოახდინა გავლენა, მაგრამ ჩხუბამდე ხალხს ვეუბნებოდი რომ ის მოიგებდა. დარბაზში ერთმა ნაცნობმა ბიჭმა მითხრა კიდეც. კვირას საუნაში ვიყავი და ოთხშაბათს რომ დავბრუნდი, მეუბნება, ძმაო ის ფსონი დავდე შე რომ თქვიო. მე ვკითხე რა ფსონი თქო და მან განის და გეიჯის მოგება ხო თქვიო. ამ ტიპმა დარბაზში ორმაგი ფსონი დადო. განის და გეიჯის ნოკაუტით მოგებაზე და ფული მოვაგებინე. შენს ხომ არ გიწილადა? პროცენტი ხომ არ შეხვდა იმ ფულიდან? არა, რა თქმა უნდა არა. უბრალოდ მეცინებოდა რომ მართლა წავიდა და დადო. ძლივს ვიკავებდი სიცილს. მაგრამ კი, ჯასტინმა ის ძაღლურ ჩხუბში ჩაითრია. ილიას კი ეს გამოცდილება არასდროს ჰქონია. მას არასდროს დასჭირვებია ძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა და ბრძოლის შემოტრიალება. ილია ყოველთვის შემტევი იყო და არასდროს ყოფილა წნეხის ქვეშ. ხო ხვდები რა გულისხმობ? აი რატომ ვიცოდი ჯასტინთან ჩემი ბრძოლის შემდეგ, რომ უფრო ძლიერი და უკეთესი დაუბრუნდებოდი. იმიტომ რომ ეს წარსულშიც გამიკეთებია. არ მგონია ილია ოდესმე დაბრუნდეს ისეთი, როგორიც იყო. მისი მთელი მენტალიტეტი, მისი ეგო, ხომ იცი აი ეს მიდგომა. დაუმარცხებელი ვარ, ვერავინ მომიგებს, ბრძოლის წინაღამეს გამარჯვების აღნიშვნები. უბრალოდ არ მგონია რომ ის ოდესმე იქნება ისეთი, როგორიც იყო. მას მსგავსი მდგომარეობიდან გამოსვლა არასდროს დასჭირვებია. მე კი ადრე შევხვედრილ ვარ ასეთ დაბრკოლებებს. ასე რომ სიამოვნებით ვიქნებოდი მისი პირველი მეტოქე დაბრუნების შემდეგ. როგორ ფიქრობ, ილიასა და ჯასტინ გეიჯის შორის დიდი სხვაობა იყო? ანუ ილია აშკარად ქვემსუბუქი წონის მებრძოლია. კი, ქვემსუბუქი წონისაა. აბა წონითი კატეგორიებით ყვილად კი არ გვაქვს. ამას თავისი მიზეზი აქვს. მე ყოველთვის ამას ვამბობდი, როცა ხალხი ამტკიცებდა ის დაგანოკაუტებსო. არა, ის უბრალოდ ჩასუქებული ქვემსუბუქი წონის მებრძოლია. ხომ ხვდები რას გულისხმობ? მას გონია რომ მსუბუქი წონისაა, მაგრამ რეალურად არ არის მსუბუქწონოსანი ძმაო. მსუბუქი წონის მებრძოლი ვარ მე. ის კი უბრალოდ მსუქანი ქვემსუბუქი წონაა. მე მის დარტყმებს მთელი დღე უპრობლემოდ მივიღებდი. სახეში გავუცინებ, მერე თავად ჩავაზრდი სახეში. და აი მაშინ ნამდვილად იგრძნობდა ჩემს ძალას. მიყვარს ყველას მიდგომა. მე იმდენად თავმდაბალი ვიყავი, არასდროს ვიტყოდი ძმაო შენზე ბევრად სწრაფი ვარ მეთქი. შენ კი პირდაპირ ამბობ, ის უბრალოდ მსუქანი ქვემსუბუქი წონაა, ძლიერად არ ურტყამსო. როგორ ყოფნის თავდაჯერებულობა, რომ ეგეთი რამეები ასე პირდაპირ თქვა. უბრალოდ ასეთი ვარ ძმაო. ყოველთვის ასეთი ვიყავი. ვერ შევცვლი იმას, რაც ვარ, ხო ხვდები? არავის გამო არ შევიცვლები. ხალხს ამის გამო. ზოგს ვეზიზღები, ზოგს ვუყვარ ვარ. მე ორივე მხარეს სიამოვნებით ვიღებ. თუ შევხედავთ იმას, რაც ჯასტინმა მას დამართა. და საერთოდ, რაც ჯასტინი ოპონენტებს უკეთებს, ის მათ უდიდეს ზიანს აყენებს. ასე რომ კითხვა შემდეგშია. ჯობია რომ ერთხელ მაინც გაიარო ასეთი ომი და განიცადო ეს, თუ გქონდეს სუფთა რეკორდი, სადაც ყველას თიშავ. ეს თითქოს ურთიერთგამომრიცხავი რამეა. როგორ უნდა მოემზადო იმისთვის, რომ იყო წნეხში და შეძლო ამის შემდეგ დაბრუნება. ამისთვის ვერ მოემზადები, ამაშია საქმე. და აი რატომ არ მგონია, რომ ის ისეთი დაბრუნდეს, როგორიც იყო. ამისთვის ვერ მოემზადები. მაგრამ ნახავთ რა კაცია. თუ დაბრუნდება და როცა დაბრუნდება. რადგან როგორც გითხარი, მე ნამყოფი ვარ იქ, წამეგია, ხომ ხვდები? და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერს მომიწია დაბრუნება და ვბრუნდებოდი კიდეც. ის კი არასდროს დამარცხებულა. მას ეს არასდროს გაუკეთებია. მას მოუწევს სარკეში ჩაიხედოს და თქვას: ახლა ხან თავპირი დამამტყიეს. უნდა დავბრუნდეო. და ვინ იცის, იქნება ეყოს კიდეც ამისთვის ვაჟკაცობა. ნუ მე გაოგნებული დავრჩი. მეგონა შენ მოუგებდი ჯასტინს გრეპლინგით. მერე მეგონა ილია მოუგებდა, მაგრამ საბოლოოდ ჯასტინმა ორივეს მოგიგოთ. ასე რომ ვიფიქრე საინტერესოა მეთქი. ცხადია MMA-ში მებრძოლებს აქვთ შანსი შეასრულონ გეგმა, გამოიყენონ თავისი საბრძოლო ინტელექტი, გააკეთონ რაც უნდათ, მაგრამ წინასწარ ვერასდროს გაიგებ. ჩემი აზრით, სწორედ ეს ხდის ამ სპორტს საოცარს. ვერასდროს ხვდები ბრძოლა როგორ წარიმართება. შენ ეჭვბე ჯასტინს და იცი რამხელა ძალა აქვს. რამხელა ზიანის მიყენება შეუძლია. სიმართლე გითხრა, უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ყველაფერი ასე მოხდებოდა. ხო, ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ის რაც ჯასტინმა ჩხუბამდე თქვა, ჩემი აზრით იდეალური იყო. მან თქვა რომ როცა მეორე, მესამე, მეოთხე რაუნდამდე მივალთ, მერე რა სიზამო. ილია კი ეუბნებოდა, პირველ რაუნდს ვერ გაცდებიო.
ასე რომ როცა პირველ რაუნდსაც გაცდა და მეორესაც, ილიას თავში უკვე გაუველვა ფიქრმა. მართო ჩემო, ის მართალია. არ მგონია ილია მენტალურად ისეთი ძლიერი იყოს, როგორიც თვითონ გონია. აი რატომ ვამბობდი ყოველთვის რომ მოვუგებდი და დღესაც ვიცი რომ მოვუგებ. ამან კიდევ უფრო დაამტკიცა რომ მას მოვუგებ. მომწონს ეს რომ თქვი. მე ყოველი ბრძოლის წინ ჩემს გონებაში ვამბობდი ხოლმე, რომ ამას მთელი ღამე დასჭირდებოდა. მთელი ღამე დამჭირდება ამ ტიპის დასამარცხებლად თქო. მესამე რაუნდსაც გაცდებოდა, მეოთხესაც, საჯების გადაწყვეტილებამდე მივიდოდა. მოკლედ საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნებოდი, თუ 5 რაუნდი დაჭირდება, 5 რაუნდი ვიჩხუბებ. თუ პირველ რაუნდში დასრულდება, იდეალურია. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს მენტალიტეტი, რომ გააკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა ამ ბრძოლის მოსაგებად. არაზრს მქონია ისეთი მიდგომა, თითქოს ამ ტიპს პირველსავე რაუნდში გავთიშავ, რადგან თუ ვერ იზამ, მერე ვფიქრობ, ჯანდაბა ამისთვის არ მომზადებულ ვარ. არ მეგონა მესამე რაუნდშიც თუ აქ დამხვდებოდა და ამას შეეძლო გარკვეული როლი ეთამაშა ილიას ფსიქიკაზე, ვინ იცის. რა თქმა უნდა, მეც ასე ვფიქრობ. და ზუსტად შენაირად ვემზადები. ცხადია, მინდა პირველ რაუნდში დავასრულო. თუ შანსი მომეცემა, ასეც ვიზა, მაგრამ მზად ვარ 3 ან 5 რაუნდი ვიჩხუბო, რაც არ უნდა მოხდეს. მაშინ ასეთი კითხვა მაქვს. როგორ ფიქრობ, ჯასტინ გეიჯი უნდა წავიდეს სპორტიდან? არა. იმ ორი პერფორმანსის შემდეგ, რაც მან ჩემსა და ილიას წინააღმდეგ გაჩვენა, ნამდვილად არა. თან სიმართლე გითხრა, არც მე მინდა მისი წასვლა, რადგან რევანში მინდა. გასაგებია, მაგრამ მოდი გვერდზე გადავდოთ ის მომენტი, რომ შენ მასთან რევანში გინდა და უფრო მასშტაბურად შევხედოთ. ჩემი აზრით უნდა წავიდეს, რადგან იმაზე დიც ვეღარაფერს გააკეთებს, რაც უკვე გააკეთა. მან მოგიგო შენ, ვინც ადრე თუ გვიან ჩემპიონი გახდები. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა. მან მოუგო ილია თოფურიას, იმ დაუმარცხებელ მისტიურ არსებას, რომელიც გამარჯვებას ჩხუბამდე აღნიშნავდა ხოლმე. ასეც ვეღარაფერს იზამს. უბრალოდ ეს ჩემი პირადი აზრია და GSP-ც ამასვე ამბობდა. ბევრი ათლეტი არ მიდის პიკზე ყოფნისას. ისინი ზედმეტად დიდხანს რჩებიან წვეულებაზე. მერე კი ვიღაც მოდის, თავპირს უმტროს და ხალხი ამბობს, არც არასდროს ყოფილა ისეთი მაგარიო. ხომ ხვდები რას ვამბობ? მართალი ხარ, მაგრამ ვნახე მისი ინტერვიუები, სადაც ამბობს, რომ ჩარლსთან უნდა ხელახლა ბრძოლა იმ წაგების გამო და ჰოლოვეისთანაც უნდა რევანში. აი რატომ ვფიქრობ, რომ ჩარლზი შეიძლება იყოს შემდეგი. მას შეუძლია BMF-ის და მსუბუქი წონის კამრების გაერთიანება. და თუ ჰოლოვეი მაგრეგორს მოუგებს, ეგეც იდეალურად ამზადებს ნიადაგს. ასე რომ ვინ იცის, სიმართლე გითხრა, არ მგონია რომ ის სპორტიდან წავიდეს. ვფიქრობ, კიდევ 2 ჩხუბი დარჩა ორგანიზმში და თან არ მგონია ვინმეს უნდოდა ჯასტინ გეიჯის წასვლა. ხომ ხვდები, მიუხედავად იმისა, რომ თავი გამიხეთქა, ძმაო ჯასტინი ყველას გიყვარს. 100%. მე მისი დიდი ფანი ვარ, მაგრამ ამ ყველაფერს რომ უყურებ, ვფიქრობ, ნოკაუტშიც ჩავარდნილ ხარ, ხალხის დაგინოკაუტებია, კინეულითაც წაგიგია. ყველაფერი გაქვს ნანახი. ხარ მსუბუქი წონის უდაო ჩემპიონი. თეთრი სახლის გაზონზე უკანა სალტოც კი გააკეთე. კიდევ რაღა დაგრჩა გასაკეთებელი. მაგრამ თუ იმას ამბობს, რომ ჩარლსთან ფული? ფული და რევანში. ფული და რევანში. არის ორი უდიდესი მიზეზი, რაც დილით გაგდებს ლოგინიდან. ფული და რევანში? რევანში და ფული. მე თუ მკითხავ, ეს მომაკვდინებელი ცოდვებია. ამას შეუძლია ძალიან ბნელ გზაზე დაგაყენოს, მეგობარო. არ უნდა გინდოდეს, რომ ეს იყოს შენი ერთადერთი мотиваცია. ძალიან ბნელ გზაზე. თუმცა მეც ზუსტად ეგ მომოძრავებს. ის ერთი განებივრებული მდიდარი ბიჭია. საერთოდ არ ვარ მისი ფანი. ჩემი აზრით, სრული იდიოტია. მთელი ცხოვრება ყველაფერს ლანგრით ართმევენ და გონია, რომ UFC-მაც იგივე უნდა გაუკეთოს. საერთოდ არ ვთვლი, რომ შემდეგ სატიტულო შანსი მსახურებს. ძმაო, ბოლოს 3 წელში ვის მოუგო? დენ ჰუკერს? მოიცა, ყველას რატომ ზულს? ახლახან ისრაელ ადესანია მყავდა პოდკასტში. ახლა შენ. არმანი უძლიერესი ათლეტია, ვინც კი წინ დაუყენეს, ყველას მოუგო. კი, კარგი ათლეტია, მაგრამ მან გამროც ვერ მოუგო. მან გამროც მოუგო. გამროც ხომ მოუგო? არა, არანაირად. წააგო. ეგ არ მახსოვს. კარგი, ეგ დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ მას შემდეგ და შარშან მას რევანში შესთავაზეს და უარი თქვა. წარმოგიდგენია, აქ თავაზობენ რევანშს იმასთან, ვინც ერთხელ უკვე მოგიგო და შენ უარს ამბობ. აი რატომაა ნამდვილი ძუკნა. ახლა ფრთხილად, სიტყვებს დაუკვირდი. იმიტომ რომ როცა მე შემომთავაზეს ჰენრი სეხუდოსთან რევანში, თქვი არა წავალ ამ ორგანიზაციიდან და უფრო მეტ ფულს ვიშოვითქო. ასე რომ მე ნუ დამიჯახე მაგ სიტყვას. ხო, მაგრამ შენ ეგ ფულის გამო გააკეთე, ძმაო. ეგ დიდი სხვაობაა. ხომ ხვდები? არმანი სხვა ორგანიზაციაში არ გადასულა. ის ისევ UFC-შია. არმანი გამროდთან მოგებით უფრო მიუახლოვდებოდა სატიტულო ბრძოლას, ვიდრე დენ ჰუკერის დამარცხებით.
დენი ჩვეულებრივი ბომჟია. ძმაო, დენი საერთოდ ვერ ჩხუბობს. საერთოდ ვერ ხვდები ტოპ-10-ში როგორ არის დღემდე. მაიკლ ჩენდლერმა დაანოკაუტა და ჩენდლერი ტოპ 15-ში კი აღარ არის. ეს რანაირად ხდება?